მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ იღებთ ამ კონკურსში მონაწილეობას. შეგიძლიათ კომისიის წევრები არ წარმომიდგინოთ, ორი დღეა გიყურებთ და ზეპირად ვისწავლე. ძალიან კარგი. თუ საჭიროა თქვენი ნება, მაგრამ თავისთავად მადლობა იმისათვის, რომ როგორც იქნა მეორე ტურამდე მოვაღწიე. ამ დღეებში ძალიან პოპულარულია კითხვები თქვენგან განმეორებით რატომ შემოიტანეს საბუთები, რატომ აპირებ კიდევ ერთხელ სცადობედი და მე დარწმუნებული ვარ თქვენ ჩემდამი ეკითხვები არ გექნებათ, იმიტომ რომ თქვენ არ გახსოვთ ალბათ მე ოდესმე თუ მონაწილეობდი მსგავს ღონისძიებაში და ახლა მინდა კონკრეტული მაგალითით ეს ფაქტი შეგახსენოთ, მაგრამ არა იმის სათქმელად, რომ მე მაინც და მაინც ამის ხაზგასმა მინდა, არამედ იმის ქვეტექსტი იქნება სხვა რამ, რომელიც მე მინდა რომ თქვენ გქონდეთ გათვალისწინებული. ხო. სანამ პრიორიტეტებზე ვილაპარაკებდე და სანამ იმ საკითხებზე, რაც თქვენ შეიძლება უფრო მეტად გაინტერესებდეთ, მე წაგიკითხავთ ერთ-ერთ ამონარიც. ეს არის ოქმი სამეურვეო საბჭოსი, რომელმაც თავის დროზე გადაწყვიტა, რომ ლევან ღვინჯილია უნდა სიიდან ამოვარდნილიყო. ბატონ ლევანს აქვს როგორც მენეჯერული, ისე ჟურნალისტური გამოცდილება, თუმცა ამავე დროს რაღაც და კერძოდ უარი რატომ ეთქვათ, რომ ზოგადად მის საქმიანობა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ბატონი ლევანი უზრუნველყოფს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში მოცემულ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ჩარჩოებს, კერძოდ ამ კანონის მე-16 მუხლის ამადაამ პუნქტს, მე გაშლილი არას ნიშნავს ეს, ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნების გათვალისწინების საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება არ ჩართოს ლევან ღვინჯილია მეორე ეტაპის სიაში. ამ მოტივით ითქვა უარი. და მე მოგიტანეთ კიდევ ორი დოკუმენტი, სარეკომენდაციო წერილი. აი ამ წერილს ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 27 არასამთავრობო ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობებისა. პირველი აქ არის კაცი, რომელსაც თქვენ იცნობთ, სამწუხაროდ ის დღეს აქ არ არის, მაგრამ კომისიის წევრია. ბატონი არნო სტეპანიანი და დანარჩენს მე აღარ ჩამოგითვლით, ესენი აქ არიან, რომლებიც ადასტურებენ ასეთ რამეს. ბატონი ლევან ღვინჯილია სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენელთა შორის სარგებლობს ავტორიტეტი და მას პატივსცემენ როგორც სამოქალაქო ღირებულებათა დამცველს, ეროვნულ სახელმწიფო მოხელეს და ცნობილ საზოგადო მოღვაწეს. პატივსცემულო სამეურვეო საბჭო გსურს აღნიშნოთ, რომ ბატონ ლევან ღვინჯილია ერთადერთი კანდიდატურაა საზოგადოებრივი არქივის დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილ ცნობილ კანდიდატთა შორის, რომელსაც აქვს გამოცდილება ეთნოსთა შორის ურთიერთობის სფეროში. მიგვაჩნია, რომ ბატონი ლევან ღვინჯილია იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლობის ღირსეული და ასე შემდეგ. აი ამას ამბობს ეთნიკური უმცირესობა საქართველოში და აქ არის კიდევ ორი რეკომენდაცია, ეს არის ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარიატიდან ჰააგიდან. ამის შემდეგ აი ამ მოტივით ეს კანდიდატურა იყო უარყოფილი. და როცა მე ვკითხე მაშინდელი სამეურვეო საბჭოს წევრს, ესენი წაიკითხეთ მეთქი და კი წავიკითხეთო, მაგრამო მაინც ჩვენ აზრზე დავრჩითო. ამას არასოდეს მე არ გამიხმიანებია, ხმამაღლა არასოდეს ამის სახებ არაფერი არ მithქვამს, მაგრამ ბოლო დროს ჩემ ყურამდე მოაღწია რაღაცნაირმა მოსაზრებამ ვიღაცებისამ, რომ ეს კაცი იმის გამო რომ ის ცნობილია, როგორც არის ცნობილი, თქვათ, ვითომ სახელმწიფო ენის ინტერესების დამცველი, ანუ ეგრეთ წოდებული ეროვნული მიმართულებების მხარდამჭერი, ამდენად მას არ უნდა ვანდოთ ჩვენ თანამედროვე ღირებულებების დაცვა და მათ შორის ისეთებისა, როგორიც არის ეთნიკური, ენობრივი და რაღაც სხვა ამის საპასუხოდ მინდოდა ეს ხმამაღლა მეთქვა, ვინც ასე ფიქრობს ზოგადად და რამდენადაც ახლა ამ საუბარს ალბათ დიდად პატივსაცემი კომისიის წევრების გარდა
რიგითი მოქალაქეებიც უსმენენ, რომ ეს საზოგადოდ იყოს ცნობილი, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია და სხვა რამის გამო ვიფიქრე მე, რომ იქნებ აქ შევძლოთ იმის გაკეთება, რაც ამდენ ხანს ვერ მოხერხდა საქართველოში. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოში არის ეროვნული კონსოლიდაცია და სამოქალაქო ინტეგრაცია. მე ექსპერტის რანგში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე მიწვეული გახდით სწორედ ამ EUTHO-ს ეგიდით 3-ჯერ. და დაახლოებითი წარმოდგენა მაქვს რა არის და როგორ უნდა მოხერხდეს ეს, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ სამოქალაქო ინტეგრაცია არასწორად ესმით. ეჩვენებათ, რომ სამოქალაქო ინტეგრაცია არის ის, როდესაც ორი სხვადასხვა სამოქალაქო ერთეული, პირობითად სიმარტივისთვის ვთქვათ, ეთნიკური ჯგუფები, ქართველები და სომხები, ან ქართველები და აზერბაიჯანელები, ამათი ერთმანეთში შესვლა, ერთმანეთთან შერწყმა არის თურმე ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ინტეგრაცია არის ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოში ძირითად მოსახლეობას უერთდება სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ თავიანთ სამშობლოდ საქართველოს, აღიარებენ თავიანთი სახელმწიფოს ენად სახელმწიფო ენას, რომელიც კონსტიტუციით არის აღიარებული და ამის გათვალისწინებით ერთვებიან სამოქალაქო ცხოვრებაში. ამის კონკრეტული მაგალითები ჩვენ საქართველოში გვაქვს, როდესაც მცირე ეთნოსის წარმომადგენლები სამაგალითოდ არიან ინტეგრირებულნი ზოგად ქართულ სახელმწიფოებრივ სხეულში. ყველაზე უკეთესი და პოპულარული მაგალითები ამის შეიძლება იყოს, ვთქვათ, ბაცბების შემთხვევა ახმეტის რაიონში არის ასეთი სოფელი, სადაც ჩაჩნებისა და ინგუშების მესამე მონათესავე ტომი ცხოვრობს, მაგრამ ისინი მთლიანად ქართველები არიან და როგორც სვანი და მეგრელი, ისე ორენოვანია და ლექსებს წერს როგორც ბაცბურად, ანუ წოვათუშურად, ასევე ქართულად. ქისტები, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ ქისტები არის ჩვენი ვერ შერქმეული სახელწოდება მათი, თორემ ჩეჩნები არიან ესენი ჩვეულებრივი და აი ნიმუში როგორი უნდა იყოს ქვეყანაში ინტეგრაცია სხვა ეთნოსისა, ეს გვაქვს, მაგრამ უფრო აქეთ რომ წამოვიდეთ, მცხეთის რაიონში გვაქვს შემთხვევა, სოფელ ციხისძირის სახით და კასპის რაიონში გვაქვს სოფელი ხანდაკი, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ ერთგანაც და მეორეგანაც და აი სამოქალაქო ინტეგრაციის მაგალითი როგორია და როგორ ხდება სხვა ეთნოსის წარმომადგენელთა ჩართვა ზოგად ქართულ სხეულში. მაგალითს მოგიყვანთ. იქ რა თქმა უნდა, ქართულ სკოლებში სწავლობენ ესენი და ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ ქართულ სკოლაში რომ სწავლობს, ის მშობლიურ ენას დაკარგავს. დიახ, ასეთი ქართული სკოლა დაამთავრა ხანდაკში იმირ მამედოვმა, რომელმაც ვეფხისტყაოსანი თარგმნა აზერბაიჯანულად და შესაბამისად სახელმწიფო პრემიას დაემსახურა ამისთვის. მაგალითი რის მაუწყებელია იმისი, რომ იმდენად კარგად შეინარჩუნა თავისი მშობლიური ენა, რომ რუსთაველის თარგმნაც კი შეძლო. ეს არის ისეთი მაგალითი, ასეთი მაგალითების მოყვანა სხვისაც შეიძლება თბილისის შემოგარენში არის აგრეთვე ასეთივე სოფლები, რომლის გავრცობის შემთხვევაში და ამ მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევაში როგორ მოხერხდა ეს ქვეყანაში. როგორ შეიძლება ეს მეთოდოლოგია საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოიტანოს სამეურვეო საბჭო? საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გასწიოს ამისი ფართო პროპაგანდა. ეხლა დაუბრუნდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისი ფუნქცია, ჩემი აზრით, დღეს არის ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე, აი ვინ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი დღეს. მე მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით მოგახსენებთ, თორემ შეიძლება მენეჯერული გამოცდილებაც კი მას სხვაზე ნაკლები არ ქონოდა თავის დროზე, მაგრამ ყველას გახსოვთ დუშეთში რომ მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა ის კაცი, სასწრაფოდ უნდა ჩამოიყვანოთ თბილისში რომ მყავდეს ცოცხალი და უნდა ჩაუყენოთ სათავეში საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმდენად აუცილებელია ილია ჭავჭავაძის ტიპის აზროვნების ადამიანის ყოფნა ასეთი მძლავრი საზოგადოებრივი იარაღის სათავეებთან თუ პულტთან, როდესაც არის საჭირო ერს გაუძღვე წინ და იმავდროულად შეგეძლოს ღმერთთან ლაპარაკი. ახლა რაც შეეხება პრიორიტეტებს და რაც შეეხება მეურვის უშუალო მოვალეობას.
ну ამაზე მე რაც შემეძლო ჩამოვწერე კიდეც და შემიძლია ზოგი რამ გავიმეორო სხვათა შორის ძალიან კარგი გამოცდილება დაგროვდა იმ მხრივ რომ ამ 60 ადამიანმა ვინც აქ მონაწილეობს ძალიან საინტერესო თვალსაზრისები წარმოადგენს მე ბევრი მათგანი ჩემთვის ფიქრის დონეზე სამომავლოდ ტელევიზიასთან დაკავშირებულ საქმეებში დავინახე უკვე გუშინ მაგალითად რამდენიმე საინტერესო კაცი იყო აქ გასაუბრებაზე კაცს ვამბობ ზოგადად არც მამაკაცს და არც დედაკაცს და ყველაფერი თითქოს თქმულია გარდა ამისა კანონმდებლობით არის აბსოლუტურად ყველაფერი გაწერილი და თითქოს რა რჩება როცა თქვენ კანონმდებლობას ჩახედავთ და დარწმუნებული ვარ ნანახი გაქვთ სულ სამი სტრიქონია მეორეს რაც ეხება ერთი რომ მეორე ვალდებულია რაღაცაში მიიღოს მონაწილეობა და შემდეგი ორი არის მეორე უფლებამოსილია მიიღოს რაღაც ინფორმაცია და დაესწროს ხტომებს და სხვა მხრივ ის კანონმდებლობით თითქოს შეზღუდულია მაგრამ გონიერი მეურვის არსებობა საბჭოში იძლევა პერსპექტივას იმისას რომ მეურვემ თავისი მოსაზრებები, თავისი შესაძლებლობები კოლეგებს გაუზიაროს და ისე საფუძვლიანად დაასაბუთოს რომ მისი გაზიარება მოხდეს. უპირველესი და საშური საქმე პრაქტიკული რაც უნდა გაკეთდეს. აი ხვალვე რომ იყო შენ ამ საქმის გადაწყვეტის სათავეებთან აღმოჩნდე უცებ რა უნდა გააკეთო. მე არ ვიცი თქვენ რამდენად საქმის კურსში ბრძანდებით, მაგრამ ეს დაწესებულება, სადაც მე პირველად ფეხი შემოვდგი სწორედ 35 წლის წინ, ბევრი თქვენგანი ალბათ დაბადებულიც არ იყო. ეს მამაკაცებს არ ეხება ცხადია. აქ არის უნიკალური ეროვნული განძი შენახული. აი იმდაგვარი განძი, რომლის ერთი ნიმუში ამერიკელებმა კოსმოსში გააგზავნეს სხვა პლანეტელების, ანუ უცხო პლანეტელების გასაკვირვებლად. და ეს მაგნიტური ჩანაწერები კატასტროფულ ვითარებაშია და რამდენიმე წელიწადში თუ ჩვენ სასწრაფო ზომებს არ მივიღებთ, რომ ისინი ციფრულ მატარებლებზე გადავიტანოთ და გადავარჩინოთ, აი ეს უნიკალური ეროვნული განძი შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ პირველსავე შესაძლო შემთხვევაში უპირველესი რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ სასწრაფოდ გამოძებნილი იყოს შესაბამისი რესურსები იმისათვის, რომ ეს ეგრეთ წოდებული ეროვნული არქივი, ეს არქივი ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ ეს არის განძი რადიოს ჩანაწერებისა, ვინმეს არ მოეჩვენოს, რომ 50 წელია სულ რაც ტელევიზია არსებობს და რა ასეთი უნიკალური განძი უნდა კონდეს, თუმცა ტელეჩანაწერების, რომლებიც ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია და ბევრად უფრო ძნელად გადასარჩენია, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რაც შეეხება პროგრამულ პრიორიტეტებს, რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა გაუძღვეს ტელემაუწყებლობა ერს. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცნება საზოგადოებისთვის მისაწვდომ დონეზე განმარტებულიც კი არ აგვაქვს. ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ეროვნული უმცირესობა. ჩვენ არ ვიცით რა მნიშვნელობით იხმარება საქართველოში სიტყვა ერი, რა და რა მნიშვნელობებით შეიძლება ის იხმარებოდეს და ერთმა ჩემმა კონკურენტმა გუშინ თქვა კიდეც რომ ესერიო კი არ უნდა იყოსო, აქ ახლა სტეპანიანმა რომ სომეხი ჩაწეროსო ეროვნებაშიო, ცოტა უტრირებული გამონათქვამია, მაგრამ ერთი რამ მინდა საჯაროდ განვაცხადო და თქვენს გაგიზიაროთ ცხადია. არ არის აუცილებელი მოქალაქეობისა და ეროვნების ერთმანეთში არევა. ეროვნება არის ვინაობა, მოქალაქეობა არის მისამართი. მოქალაქეობა, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება რო ვამბობთ. ჩვენ ცნების დონეზეც კი არ აგვაქვს განმარტებული რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება. რას ნიშნავს ერი და რაც მთავარია, რას ნიშნავს ეროვნული უმცირესობა. ასეთი სამსახურიც კი არსებობს. წეგან ვახსენე ჰააგაში ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარიატი, მაგრამ ეს სამსახური ეროვნულ უმრავლესობას არ ცნობს და საერთოდ ერს როგორც ცნებას არ ცნობს. მაგრამ რატომღაც ეს უმცირესობა არის არ ვიცი იქ მე ახლა ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი უნდა მეწეროს ეროვნული უმცირესობა საქართველოში არის მხოლოდ აფხაზი. ყველა დანარჩენს ქვია სხვა სახელი და შესაბამისად დამოკიდებულება ყველა დანარჩენის მიმართ სახელმწიფოსიც და სხვებისაც უნდა იყოს სხვანაირი. არანაირი მათი უფლებების შეზღუდვაზე არ არის ცხადია ლაპარაკი, მაგრამ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ზოგჯერ ამბობენ ხოლმე მცდარად, რომ საქართველოში უნდა მივაქციოთ ყურადღება პირობითად თქვათ სომხი ან აზერბაიჯანელი. სომხური ენისა და კულტურის განვითარებას. სომხური ენისა და კულტურის განვითარება საქართველოში ისევე შეუძლებელია, როგორც თურქეთში
ტაოკლარჯეთში ან იმერხევში ქართული ენისა და კულტურის განვითარება, ან ფერეიდანში ქართული ენისა და კულტურის განვითარება. მაშინ ოვანეს თუმანიანი ვინ იყო? ოვანეს თუმანიანი იყო საქართველოში მოღვაწე სომეხი მწერალი და ეს არის ინდივიდუალური მოვლენა, ისეთივე შემთხვევა, როგორც გრიგოლ რობაქიძე მოღვაწე გერმანიაში, რომელიც გრიგოლი იყო ემიგრანტი, თუმანიანი არ იყო. მაგრამ სომხური კულტურის განვითარება საქართველოში კულტურის განვითარება რასაც ქვია, სომხურენოვანი მწერალი სხვა არის და განვითარება უნდა მოხდეს იქ, სადაც ის სახელმწიფო არსებობს, იმიტომ რომ ხა ჩვენ თუ შევა დისკუსიაში მე შემიძლია შემოყვეთ ამაში და მე დაგისაბუთოთ რას ნიშნავს ეს, მაგრამ ენის განვითარება სხვა რამეა. და ენის განვითარება ხდება. თუმცა გავწდებით საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ საზოგადოებრივ მაუწყებლებთან დაკავშირებით რომ დაუბრუნდეთ აქეთ, მე ვიტყოდი რომ მე იქ მიწერია რომ კანონმდებლობაში გვაქვს სერიოზული ხარვეზები, რომლის მიხედვითაც არის ჩამოყალიბებული ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ხა თქვენ ხმარობთ ტერმინს საზოგადოებრივი მაუწყებელი. კანონს ქვია კანონი საზოგადოებრივი ზოგადად კანონი მაუწყებლობის შესახებ. ვინმე შეუძლია ამიხსნას, რა შემთხვევაშია გამოყენებული ტერმინი მაუწყებელი და რა შემთხვევაშია გამოყენებული ტერმინი მაუწყებლობა. ამ კანონში ეს არის თავიდან ბოლომდე არეული. მე ამის მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ, რომ თქვენ თავი ეძღვნება კანონის საზოგადოებრივ მაუწყებას, ბატონო ლევან. დიახ, მე-16 მუხლი, მე-3 თავი. არა, მთელი თავი ეძღვნება. მე-3 თავი, დიახ, არის და იმას ქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაგრამ შიგნით არის, მე ვამბობ ახლა სულთა ტერმინის თაობაზე, მაუწყებელია ეს თუ მაუწყებლობა. რატომ არის თქვათ ერთ შემთხვევაში მაგალითად სათემო მაუწყებლობა, მეორე შემთხვევაში კერძო მაუწყებლობა და უცებ საზოგადოებრივი მაუწყებელი. კერძო მაუწყებლობასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის რა განსხვავებაა ამ სიტყვის მნიშვნელობის თვალსაზრისით ვამბობ და არა მისი საქმიანობის თვალსაზრისით, ხომ? ხა მე აქ მოტანილი მაქვს უამრავი კურიოზი, რომელიც ამ კანონმდებლობასთან არის დაკავშირებული და მე შემიძლია თქვენ გაგახალისოთ, ეს საკმაოდ ვრცელი ტექსტია, მაგრამ მაგალითად იქამდეც კი რომ ვიღაცას ეჩვენება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი არის ორგანო. აქ წერია პირდაპირ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტრუქტურა. პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელი ორგანოები არიან ანი სამეურვეო საბჭო, ბანი გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს ორგანო. არანაირი მნიშვნელობით ამ სიტყვისა. ის არის თანამდებობა. ანუ ეს არის თანამდებობა, რომელიც ამ კაცს უპყრია ხელთ. კერძო მაუწყებლობა, სათემო მაუწყებლობა, ამაზე გითხარით და ზოგადად თავის დროზე ამ სამსახურს ერქვა ძალიან დიდი ხნის წინ ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, მერე კორპორაცია, მერე რაღაცა, მაგრამ მაუწყებლობა მიბმული იყო რადიოსთან და რადიო მაუწყებლობა. ახლა ჩვენ ეს ტელევიზიასაც დაუკავშირეთ და ტელევიზიას გულისხმობთ, როცა მაუწყებლობაზეა საუბარი. ამით რის თქმა მინდა კანონმდებლობიდან დაწყებული ტერმინოლოგიის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა იმ უფლებამოვალეობების გათვალისწინებით, რაც ამ კანონში არის ჩამოყალიბებული, არის ბევრი რამ დასახვეწი და წყობში მოსაყვანი. თუმცა ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. თავარი არის ის, რამდენად აქვს ახლა მე მესმოდა ამ დღეებში ნდობის ხარისხი როგორია, რას უნდა აკეთებდეს ის, რა შემთხვევაში მოიპოვებს საზოგადოებრივი მაუწყებლობა. მე იქ შეგნებულად მაუწყებლობას წერ ყველგან თქვენ შეიძლება შეამჩნევდით ამას, ეს იმის გამო კი არა რომ შემეშალა, უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ეს შეიძლება სხვა დროს გასტორდეს კიდეც და თუ არა და ჯერჯერობით რა თქმა უნდა კანონმორჩილმა ადამიანმა ის ფორმა უნდა გამოიყენოს, რაც კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა კანონში რა კი ორივე ფორმა იხმარება, ისევე როგორც მაგალითად მე წეღან ეროვნებაზე ვსაუბრობდი და ჩვენთან ქართულ კანონმდებლობაში სიტყვა ეროვნება ორი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება, თქვენ რომ ნახოთ კანონის ზოგადი განათლების შესახებ, იქ ნახავთ ტერმინს თქვათ ეროვნული გამოცდები. აქ სიტყვა ეროვნულს აქვს სხვა მნიშვნელობა და ნახავთ სხვაგან ჩანაწერს ეროვნული მენტალიტეტი. ეროვნულ მენტალიტეტში სიტყვა ეროვნულს აქვს სხვა მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეროვნულ მენტალიტეტში არ შეიძლება ეთნიკურის მიღმა სხვა მენტალიტეტი იგულისხმო,
ხოლო ეროვნულ გამოცდებში ის შორს წასვლა ბატონ ლევან საჭირო მაუწყებლობის შესახებ კანონში ეროვნული მაუწყებლობის განმარტებას დღემდე ვითხოვთ დაზუსტებას და არა გვაქვს აქაც არის რა თქმა უნდა პრობლემები და შეგიძლიათ ისევ მაუწყებლობაში დარჩეთ და რაც თავარია საზოგადოებრივი მაუწყების თემას რო დაუბრუნდეთ ისევ და ვისაუბროთ თქვა უფრო აი ამ ჭრილში თუ შეიძლება. აი ნდობის საკითხზე საუბრობთ, თქვენ მიგაჩნიათ რომ დღეს ნდობის პრობლემა სანდოობის პრობლემა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ მაუწყებლობას და ამის ბრალია ეს იწვევს იმას რომ მისი რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი, ბოლო კვლევამაც აჩვენა ალბათ 3%-მდეა. ეს სანდოობის გამოა. სანამ საზოგადოებრივი მაუწყებლობის არსებობა იქნება მიბმული ხელისუფლების საქმიანობასთან, როგორც მისი შემადგენელი ნაწილისა, ეს ნდობის ხარისხი დაბალი იქნება სულ მუდამ. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ ასე ხელისუფლებაში მოსვლას და მერე მის აპოლოგიას იყო გადაყოლილი სულ ერთი ტელეარხი, რომელსაც გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას ეძახდნენ და როგორ გავიმარჯვეთ ეს ჩვენ კარგად გვახსოვს, მაგრამ თუმცა ეს კერძო ტელევიზია ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებლობას. დღემდე, არა, მე ვამბობ, როცა ის მთავრობასთან ასოცირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ მოსახლეობას მისი ნდობის ხარისხი მაინც და მაინც მაღალი არა აქვს. როგორ უნდა დავაღწიოთ ამას თავი, ეს კითხვაც იყო დასმული და შეიძლება ამაზეც უპასუხოთ, არა ჩემი სამართლით უშუალოდ, მაგრამ ზოგადად. როგორ უნდა მიაღწიოს დამოუკიდებლობას საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ. მას აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა არსებითად, თვითონ დაწესებულება ვერანაირ დამოუკიდებლობას და დამოუკიდებელ ვითარებას ვერ შექმნის. დამოუკიდებლობას უნდა მიაღწიონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ უზარმაზარ მანქანას მართავენ. და ეს არის პიროვნული ღირსების მაჩვენებელი თვისება, თუ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა იქნება აბსოლუტურად შეუვალი, ობიექტური და სამართლიანი, ასეთ შემთხვევაში ის მოიპოვებს საზოგადოების ნდობას. ერთი ძალიან ჭკვიანი ქართველი ჟურნალისტი, სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი, პასუხი კითხვაზე რა არის დემოკრატიაო, მან უპასუხა და დამამახსოვრდა, იმიტომ რომ მრავალმხრივ მენიშნა. დემოკრატია არის ჟურნალისტიკის დიქტატურაო. ამის გაშიფრვა, რას ნიშნავს ჟურნალისტიკის დიქტატურა დემოკრატიულ სახელმწიფოში, არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია ეს პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ სიტყვა, მაგრამ როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ იქით მოახდინონ გავლენა ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ქონდეთ რიდი და შიში, უპირველეს ყოვლისა სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლისა, იმიტომ რომ კერძო არხი შესაძლოა აღიქვან როგორც ჩასაფრებული ტელეარხი, რომელიც რომელიღაცა ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს. ამ შემთხვევაში, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელზეა საუბარი, ხალხს ეძლევა შესაძლებლობა თვალი მიადევნოს ტელეკამერების მეშვეობით და ეკრანის მეშვეობით იმათ საქმიანობას, ვინც მან აირჩია და ვისაც ქვეყნის ბედი ანდო. აქვს ამისი მშვენიერი შესაძლებლობა და თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანას და ქვეყნის მმართველ წრეებს შეხედავს ხალხის პოზიციიდან, ანუ იმ ადამიანების თვალსაჩინარიდან, ვინც თავისი ხმა სხვას მისცა და ჩააბარა ქვეყნის სადავეები, ასეთ შემთხვევაში ნდობას რა თქმა უნდა დაიბრუნებს. მოგესალმებით ბატონო ლევან. განსაკუთრებით საინტერესოა რა თქმა უნდა კონცეფცია და ჩვენი საჯარო შეხვედრის მიზანიც ის არის, რომ მაყურებლებმა გარდა იმისა, რომ ჩვენ გვევალება შევისწავლოთ თქვენს მიერ წარმოდგენილი დებულებები და მოსაზრებები, მაყურებელმა ნახოს ჩვენი დიალოგიც და უფრო კარგად გაეცნოს თქვენს მოსაზრებებს. მე დავუბრუნდები ამიტომ კონცეფციას და ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა გავიმეორებ იმ კითხვებს, რომელიც უკვე სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით დავსვით. და მინდა ყურადღება გავამახვილოთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის მაგალითად თქვენი მოსაზრება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებად მიგაჩნიათ საზოგადოების შეხმატკბილების უზრუნველყოფა. როგორ წარმოგიდგენიათ, მეურვემ როგორ უნდა უზრუნველყოს აი ამ დებულების გატარება სამუშაოში და რას გულისხმობთ უშუალოდ ამ პოსტულატში? საზოგადოების შეხმატკბილება ესეთი ტერმინია, ბჭყალებში აიქ ჩასმული თქვენ მიაქცევდით ყურადღებას.
ეს კეთილმეზობლურ თანაარსებობას გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის და აქ იგულისხმება რა თქმა უნდა სხვადასხვა ინტერესები, ეთნიკური განსხვავებებიდან დაწყებული სხვა მახასიათებლებით გაგრძელებული და უნდა მოხერხდეს ისეთი გადაცემების მომზადება, სადაც სწორედ პოზიტიური გამოცდილება იქნება წინ წამოწეული, პოზიტიური პერსპექტივები იქნება დასახული და მაქსიმალურად იქნება ნიადაგი გამოცლილი იმისათვის, რომ კონკრეტულად რომელსამე ორ ჯგუფ შორის რამე სახის შუღლი გაღვივდეს ან დაპირისპირება აღმოჩნდეს. კონკრეტულად ეს რომელ შემთხვევაში როგორ უნდა გაკეთდეს, ეს არის წმინდა პროგრამული ხასიათის თემა და ამაზე ერთობლივი მსჯელობა უნდა იყოს უკვე სამეურვეო საბჭოსა და ჩვენ რომ მენეჯმენტს ვეძახით გენერალური დირექტორისა და მისი სამოქმედო არეალის ერთად თავშეყრის შემდეგ. მართალი რომ გითხრათ, უმთავრესი რაც სამეურვეო საბჭომ უნდა გააკეთოს თუ უნდა მისი საქმიანობა წარმატებული იყოს, მან უცდომელი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როდესაც გენერალური დირექტორის საკითხს გადაწყვეტს, როცა დადგება ეს დრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული პირველ პირზე, მე ბევრი ხელმძღვანელი მახსოვს ამ დაწესებულებისა სხვადასხვა დროინდელი და ტელევიზია გავდა იმას ბევრი თვისებით, ვინც იყო პირველი პირი. გახსოვთ ნესტანი ეუბნება ტარიელ საქმე შენი შენავე გგავსო. ადამიანი ხშირად მისი უნარისა და შესაძლებლობებს მსგავს ქმედებებს ახორციელებს და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ცხადია და ჩვენ მეურვეებს კი ვეძახით ამას ტერმინოლოგიურ დავა შორს აგვიყვანს მეურვე საერთოდ სხვა რამეა ზოგადად როცა თეატრების მეურვეებზეა საუბარი ისინი ფულსაც იხდიან ამაში და ამ თეატრებს ხელსაც უწყობენ ის სისტემა არ არის რაც აქ ქვიათ მეურვეებს სხვაგან ამას სამეთვალყურეო საბჭოები ქვია ამ საბჭოებს ჩვენ ერთ კონტრაბანდის გზით შემოტანილ სიტყვა ბორდსაც ვეძახით ხოლმე ზოგჯერ მაგრამ ბორდი რა თქმა უნდა გამბაჟებული არ არის და მისი გამოყენება სალიტერატურო მეტყველებაში არ არის მიზანშეწონილი და თქვენ გაგიკვირდებათ ალბათ რომ ჯერმე არაფერი არ მithქვამს იმ უმთავრესი შეხმატკბილების ერთ-ერთი მთავარი პრინციპის შესახებ რაც არის ერის უმთავრესი უმნიშვნელოვანესი მისი მეობის გამსაზღვრელი ფენომენი როგორც არის ენა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მისცეს მაგალითი მთელ ქვეყანას საეტალონო სალიტერატურო მეტყველებისა ამ ხრივ ჩვენ საქართველოში საერთოდ გვაქვს კატასტროფული ვითარება და არა მხოლოდ არაქართულენოვან მოსახლეობას არ ესმის ეს არის დაახლოებით 1/13 ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა რაზე ლაპარაკობს სახელმწიფო არამედ თვით ქართველები ჩვენ რას ვეუბნებით ერთმანეთს და რა ლექსიკას ვიყენებთ და განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში რა ლექსიკური ერთეულები მოგვეძალა ეს სერიოზული პრობლემაა შეხმატკბილება მოხერხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევძლებთ მთელი საქართველო ერთ ენაზე ავალაპარაკოთ ამისთვის რა უნდა გააკეთოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძალიან ბევრია სათქმელი და კონკრეტულად თქვათ მე შემიძლია გამოცდილების კვალობაზე ერთი მაგალითი მოგიტანოთ საკმარისი გახდა 4 თუ 3 სატელევიზიო გადაცემის გაკეთება თავის დროზე და თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში და გურჯაანის უკაცრავად საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში სკოლის დირექტორების მეცადინეობით 3 ქართულენოვანი კლასები გაიხსნა და სკოლის დირექტორებმა ერთ შემთხვევაში ხეირ ხაბაროვმა და მეორე შემთხვევაში სულეიმანოვმა თავიანთი შვილები დასვეს ქართულენოვან კლასებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ საქართველოს მოსახლეობა ქართული ენისკენ მოვაბრუნოთ, ქართულ ენოვნებად ვაქციოთ, სამოქალაქო ინტეგრაცია სწორედ ამას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ენა უნდა ესმოდეს ყველა სომეხს ისე, როგორც ესმის სახელმწიფო ენა მას ნიუ-იორკში, როგორც ესმის პარიზში. როდესაც შარლ აზნაური ჩამოდის ახალციხეში, რატომღაც აქ სომეხია და პარიზში ის არის ფრანგი შანსონიე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რაც უკვე მიღწეული გვაქვს ზოგეთნოში მე აქ თქვი კიდეც დავასახელე რამდენიმე, რომ საქართველოს მოქალაქე სომეხს უნდა ეამაყებოდეს, რომ ის ქართულ ენაში მთლიანად თავს კარგად გრძნობს.
მადლობთ. და ერთი კითხვაც თქვენს კონცეფციაში ასევე მითითებულია ესეთი მოსაზრება, თუ კი ხელისუფლების ნების კვალობაზე ქვეყანაში იქმნება საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი მზად არიან იმისათვის, რომ ყოველდღიურად ყური უგდონ ერის ხმას და ასე შემდეგ. არ გავაგრძელებ, საკმაოდ მოცულობითია ეს მოსაზრებაც. უბრალოდ მინდა კითხოთ თქვენთვის, როგორც მეურვისთვის, როგორი იქნება დავუშვათ ეს განმარტება თუ კი ხელისუფლების ნების კვალობაზე თუ ანუ ხშირ შემთხვევაში მინდა წინა ისტორიაც გითხრათ ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა საზოგადოებრივ მაუწყებლებთან ხშირად არის ხოლმე ეჭვები რომ და მოსაზრებები რომ ეს არის პოლიტიკური მართვის პოლიტიკური ინტერესის მქონე ინსტიტუტი ყოველთვის არის მის მიმართ რაღაც ინტერესები ამ ჩანაწერს თქვენ როგორ განგვიმარტავთ და პრინციპში მეორე კითხვაც თქვენი პასუხის შემდეგ. კი ბატონო. იქ არაფერი არ წერია იმის გარდა რაც სინამდვილეში 2004 წელს მოხდა. ანუ საზოგადოებამ, უბრალოდ ხელისუფლებამ ინება, ისურვა ხელისუფლების ნების კვალობაზე ნიშნავს რომ ამ ნების გამოხატვის შედეგად ჩვენ მივიღეთ ზოგადად კანონი მაუწყებლობის შესახებ. აი მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღებამ და მისმა მესამე თავმა და შესაბამისად მე-16 მუხლმა განსაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც თქვენ ეძახით და როგორც კანონში წერია, ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაჩენის ფაქტი. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლობა გაჩნდა და კანონმდებლობა არსებობს, რა რჩება? რჩება ამ კანონის აღსრულება მხოლოდ. ჩვენთან საქართველოში პრობლემა არის კანონის აღსრულება, თორემ კანონმდებლობები გვაქვს, მაგალითად, თუ შორს არ წავალთ, გვაქვს კანონი რეკლამის შესახებ. სადაც წერია, რომ რეკლამა უნდა ვრცელდებოდეს ქვეყანაში სახელმწიფო ენაზე. არასოდეს ეს კანონი არ არის დაცული. მეცაც გეტყვით, საქართველოში და ამ მაუწყებლობაში და სხვა ტელეარხებზეც სპონსორს ეძახიან ისეთ საგანს, რომელიც არ შეიძლება იყოს სპონსორი, მაგალითად ჰიგიენური პაკეტი ან კათხალუდი ან ლიმონათი არ შეიძლება იყოს სპონსორი და კანონში წერია პირდაპირ სპონსორი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც და მე გაგრძელებული პირი უნდა იყოს, რომელიც ამ სპონსორობის გზით ფულს იხდის. მაშასადამე კანონს არ ვასრულებთ და კანონს როცა არ ვასრულებთ, ხდება შესაბამისად კანონდარღვევა. თუ ჩვენ კანონს ავასრულებთ, რაც გვიწერია დღემდე, მე ხო ამბობ დასახვეწია შეიძლება უფრო გასავრცობია, უფრო მეტი მექანიზმებიაში გასათვალისწინებელი, მაგრამ რაც არის ის რომ შესრულდეს, ასეთ შემთხვევაში ტელემაუწყებლობა იქნება სახიფათო თვალი ნებისმიერი მინისტრისთვის, ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირისთვის, იმიტომ რომ ის მივადა გაჩვენებს იმას, რაც სინამდვილეში ნახა. ეს დაახლოებით ასეთი რამეა. როცა აი იყო სახელმწიფო საბჭო, როცა იყო იმ დროს ჩვენ იქიდან რეპორტაჟებს გადავცემდით ხოლმე და ტელეკამერა არის თვალი თითქოს შენ იქ ესწრები ამ სიტუაციას, ხომ? აი ასეთი თვალი უნდა გახდეს საზოგადოებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლობა, რომელიც ყველგან შეიხედავს, სადაც მოუნდება და მისთვის დახურული და აკრძალული ზონები არ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში თუ საზოგადოებრიობის თვალყური იქნება მიპყრობილი ხელისუფლებისკენ, არ მოხდება ისე რომ თქვათ ერთსა და იმავე პარლამენტარს მე ვიცნობ ასეთ კაცს 5 ჯერ ირჩევს მოსახლეობა ერთი და იმავე რაიონიდან და იმ რაიონში რომ ჩავიდეს ჟურნალისტი და კითხოს, როდესმე გინახავთ თქვენ დეპუტატი მიკროფონთან მდგარი, ან რამე საპარლამენტო წინადადება შეუტანია? გეტყვიან რომ არა, აბა რას აკეთებს და აი ჩვენთან კონცერტი ჩაატარა რაიონში. ანუ საზოგადოებრივებამ არ იცის ეს დეპუტატი რისთვის აირჩიეს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ესეც უნდა გამოააშკარაოს და ხალხს უნდა აუხსნას, რა განსხვავებაა უტრირებულად რომ გითხრათ მინისტრსა და პარლამენტის წევრს შორის. რატომღაც ვიღაცას გონია რომ პარლამენტის წევრმა გზები უნდა დააგოს და ხიდები უნდა ააშენოს და მაკარონი და ზეთი უნდა დაარიგოს არჩევნების წინადღეებში და ეს არის უმეცრება და ეს არის სწორედ საზოგადოების გაუცნობიერებლობა, რომლის შედეგსაც ვიმკით. თუ საზოგადოებას ეს არის სამოქალაქო საზოგადოებრივი ცოდნის დეფიციტი და ამის მიუკერძოებლად წარმოჩენა შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებლობას, თუ რა თქმა უნდა ისევ და ისევ ვიმეორებ, ხელმძღვანელი პირი არ იქნება ვიღაცის რეკომენდაციით
ძალით შემოგდებული სადღაც და ის მის დამნიშნავზე თუ არ იქნება დამოკიდებული. და ის სამეურვეო საბჭო სწორედ ამხელა გზით ისე იმიტომ ირჩევა. ხა მე არ ვიცი ის 2 თუ 4 კაცი, რომელიც აქედან თქვენგან გაგზავნილი სიის მერე პარლამენტმა უნდა ამოირჩიოს, იმასთან ვინმე გაბედავს თუ არა, რომ აი შენ აგირჩევთ, მაგრამ ხო იცი ყური უნდა დაგვიგდო. ასეთ ადამიანს მაშინვე შეეტყობა. მივხვდებით, იმიტომაც გვეუბნებიან ჩვენ კანონის მიხედვით, რომ საზოგადოებრივად ცნობილი ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც გარკვეული პოზიცია და რეპუტაცია უკვე აქვს. ეხლა თუ ასეთ ადამიანს ჩვენ არ ვიცნობ და პირველად ვხედავთ ის როგორ მოიქცევა სამეურვეო საბჭოში, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თუ ვიცით ამ ადამიანის შესახებ, ვინ არის ის და აქამდე როგორ ცხოვრობს თქვა და როგორ იქცევა ზოგადად, მაშინ ჩვენც უნდა ვენდოთ და პარლამენტის ზედმეტს ვერაფერს ვერ გაუბედავს, ვერც პარლამენტი და მთავრობა მით უმეტეს. ერთი კითხვით მოგმართავთ. მათ შორის წინა საარჩევნო პერიოდშიც, როდესაც ასე ვთქვათ, კოალიცია ქართულმა ოცნებამ დაიწყო გაგული ტიპის საქმიანობები, იქ შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები და ვთქვათ, ადამიანები გადანაწილებული იყვნენ, ინტელექტუალური ჯგუფები, იქნებოდა რაღაც საფუძველი, პლატფორმა, რომელიც შემდეგ გახდა წინა საარჩევნო პლატფორმა. დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო. თქვენ ხომ არ იყავით მაშინ ჩართული რომელიმე სამუშაო ჯგუფში, ან რაიმე ტიპის საქმიანობას ხო არ ახორციელებდით ამ ჯგუფისთვის? კითხვა. ეჭვი გაქვთ თუ ეს ისეთი კითხვა, რომელიც თქვენი აზრით პასუხსაც გულისხმობს. დიახ, მე გახდით მოძრაობა ქართულ ოცნებაში სახელმწიფო ენის კოორდინატორი და ის რამდენიმე წინადადება, რომელიც კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში არის შეტანილი სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებით და იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სახელმწიფო ენის მოულაპატრონობის თვალსაზრისით, არის ჩემი ხელმძღვანელობით იმ ჯგუფში დაწერილი, რომელსაც ერქვა სახელმწიფო ენის ქვეჯგუფი. იქ იყო ერთი თემატური ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყო ენა, კულტურა, განათლება, მეცნიერება და სწორედ სახელმწიფო ენის კოორდინატორი მე გახდით, სანამ კოალიცია შეიქმნებოდა და სანამ მას პარტიული მიმართულება მიეცემოდა. თავიდან როცა ეს იყო მოძრაობა, მაშინ და ის ტექსტი არის ჩემი მიერ დაწერილი და მე იმ ტექსტით ვამაყობ. ბატონო ლევან, ამ კითხვის დაზუსტებისთვის. თქვენ ტექსტი არის ალბათ ის, ხომ არა ვარ პარტიულად მიდრეკილი ვინმეს. ზუსტად ეგ მინდა გითხოთ, იმიტომ რომ როდესაც თქვენს ბიოგრაფიას გავეცანით, იქ არ ქონდათ მსგავსი ჩანაწერი. თუმცა სოციალურ უпроსორად საძიებო სისტემაში იკითხება, რომ თქვენ იყავით დამფუძნებელი პარტიის და იყავით წევრი პარტიის და ამიტომ პარტიის წევრი არასოდეს არ ყოფილვარ. დამფუძნებელი? დამფუძნებელი კი, მაგრამ დამფუძნებლები მექანიკურად პარტიის წევრები არ ხდებიან. პარტია დააფუძნა მოძრაობა, მოძრაობის წევრებმა ხელი შეუწყეს პარტიის დაფუძნებას, ცხადია, მაგრამ პარტიის წევრები არ ყოფილან, ამჟამად მე ვარ უპარტიო და საერთოდ კომუნისტური პარტიიდან გასვლის შემდეგ ვარ უპარტიო. ამ ხრივ შეგიძლიათ მშვიდად ბრძანდებოდეთ. თქვენ ბატონ თამასელი. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.